გურჯაანელმა სპორტსმენებმა 2025 წელს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში კიდევ ერთხელ ასახელეს მშობლიური მუნიციპალიტეტი. მათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე კონტინენტის თასის გათამაშებებში 50-მდე медали დაიმსახურეს, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია. სპორტის რომელ სახეობებში გამოირჩეოდნენ და ვინ არიან ჩემპიონების ტიტულების მფლობელები? წარმატებულ გურჯაანელ სპორტსმენებს გელა მეგრელიშვილი გაგაცნობთ. გურჯაანის სპორტული გაერთიანების ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი 2025 წელი იყო. განსაკუთრებულად შთამბეჭდავ შედეგებს ძალოსნობაში, ძიუდოში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში, კრივში, ჭადრაკში, ფეხბურთში, მკლავჭიდსა და კიკბოქსში მივახციეთ. რაშიც სპორტსმენებთან ერთად დამსახურება მწვრთნელთა საბჭოსაც მიუძღვის. გაილია 2025 ძალიან წარმატებული წელიწადი იყო სპორტული გაერთიანებისთვის, შესაბამისად სპორტული თვალსაზრისით. უნდა ითქვას სპორტული გაერთიანების სასახელოდ, რომ ყველა სახეობაში თითქმის ესეთი შედეგი წინა წლებშიც ჰქონდა შედეგი, მაგრამ ესეთი შედეგი არ მქონია. იგივე ძალოსნობაში, იგივე ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ცურვაში, ჭადრაკში და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი. თავი კარგად გამოიჩინეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, მწვრთნელებმა შესაბამისად ძალისხმევა არ დაიშურეს. და შედეგით სახეზია სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელობამ დიდი სიამოვნებით ეს ყველაფერი გაითვალისწინა და წინა საახალწლოდ დასაჩუქრება მოახდინა ამ წარმატებული მწვრთნელების. ლევანდელმა წელმა ნორმალურად ჩაიარა. ბიჭები მოწადინებულები არიან, მონდომებულები არიან, ვარჯიშობენ, შრომობთ, წვალობთ. ნახოთ დანარჩენი რა იქნება და როგორ იქნება, ყველაფერი შრომაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულები და სასახელო გუნდი გყოდეს ჩვენს გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას. დავამთავრეთ აიპის სპორტული გაერთიანება მოკრივეთა ჯგუფმა წელევანდელი წელი წარმატებები ჰქონდა დამარცხება, მაგრამ თლიანობაში ჩაიარა, კარგად ჩაიარა ყველა ამ წელმა და რისთვისაც ძალგონდი არ დაიშურა გურჯაანის მერიამ დაგვაჯილდოვეს სპორტული დასასრულს, რაზეც უხდით მადლობა და შემდეგი წელი უფრო უკეთესი იქნება. მადლობა გვერდით კომისიის და მხარდაჭერისთვის. 2025 წელი იყო დატვირთული წელი, ყავდა ევროპის ჩემპიონი, საქართველოს მრავალი ჩემპიონი. ჰქონდა ძალიან ბევრი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. 2026 წელს ვეცდებით, რომ უფრო მეტი შედეგებით გავახაროთ გურჯაანის სპორტული გაერთიანება. 2025 წელმა ასე ვთქვათ წარმატებულად ჩაიარა. გავხდით საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2015 წლიანებში, შემდეგ ამ 2015 წლიანებმა 2014 წლიანებში ვიღებდი მონაწილეობას ბრინჯაოს მედლები აიღეს, ესეც რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. პირადად ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, ასევე სპორტსმენისთვის ძალიან წარმატებული წელი იყო. მივახციე აქტიურად მაქსიმალურს, რაც შემეძლო, მოვიგე საქართველო, ევროპა, მსოფლიოზე გავიდი მეორე ადგილზე, ჩემთვის იყო ეს ის უდიდესი წარმატება. ასევე მოსწავლეებიც ყავდა და გააკეთეს იმათმაც კაი შედეგები, საქართველოს ჩემპიონი, ევროპის პრიზიორები. გურჯაანის კადეტ ძიუდოის თანაგრევის 3 სპორტსმენმა იტალიის ქალაქ ტრევიზოს დიდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დაისაკუთრა. გიგი კეკუიაშვილმა კი ევროპის თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელი კვლავაც ტრიუმფალური იყო ძალოსან გიორგი ქინქლაძისთვის, რომელმაც მეორედ მოახერხა ევროპის პირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა, რასაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოპოვებული ოქროს მედალიც მიუმატა. ევროპის პრესტიჟულ გათამაშებაში ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა მოჭადრაკემ, რომლის სახელი და გვარი კარგახანია, რაც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. სარა სალთქუციშვილმა ეზოდენ საპატიო ჯილდოსთან ერთად თავის სასახში ტიტულის დაცვა მოახერხა. ცალკე აღნიშნეს ღირსია უმცროსი ასაკის ფეხბურთელთა წარმატებული გამოსვლა დიდ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სამაგდარი მწვრთნელის ზვიად ჯავარაშვილის აღსაძლებელმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს და პირველობა იზეიმეს. შარშანდელის მსგავსად წელსაც გამორჩეული სპორტული სეზონი ჰქონდათ მკლავჭიდელებს ალექსი ზავრაშვილს და ნოდარ შანყულაშვილს, რომლებსაც მშობლიური გურჯაანი წარსულშიც არაერთხელ უსახელებიათ და ბოლოს კიკბოქსინგში ნიკა სიმაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ აქამდე მოსულიყავი. ეს პრიზი კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი შრომის დასაფასებელია და ამით შევეცდები, რომ კიდევ ბევრ ტურნირზე წავიდე. მიზანი ალბათ რა თქმა უნდა, როგორც ყველა სპორტსმენის ეროვნულ ნაკრებში თამაში, რა მთავარ ეროვნულ ნაკრებში. ალბათ ეგეც მიღწევა იქნება, ნაკრებში თამაში, მსოფლიოს თამაში რა.
სოფლიო ჩემპიონატის თამაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დამრიგებელს, ჩემს სკოლას, გიმნაზიას, ჩემს კლასელებს და მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემს დირექტორს და სხვა, არ ვიცი, ყველას ძალიან დიდი მადლობა. არ მეველოდი ამდენ ხალხს და ამდენ მადლობას ყველას და არ ვიცი, სიტყვები აღარ მაქვს. მადლობა ყველას. მთლიანობაში ჩვენმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, ასევე კონტინენტის თასის გათამაშებებში 50-მდე მედალი დაიმსახურეს, რაც ჯამურად სარეკორდო მაჩვენებელია.